იჯექი რა მოდი კაცო აგერ კალას ჩავეხუტები და გამოჩნდები იჯექი არ მინდა დაждდომ არა მოდი არა ორი წამითაა მოსული და გავა და მიყვარ ხარ მეც ჩავეხუტო ტელეგიფუცები ჩავეხუტო რომელი პირპიტაჩუ შენ სანამ აქ მოხვიდოდი მე ესეთი სტატისტიკა ვთქვი რომ ეს არის 52-ვე გადაცემა ამ წელს და 47 გადაცემაში ის პროდიუსერი აღარ არის ამ გადაცემას რა 47 წინა 47 გადაცემა და ნახევარზე მეც შევ 15-ში თუმცა მოდი ახლა დავამოვლებ არა აზრი არ აქვს მაგას გაანებით 2.640.000 ნახვა ქონდა 47 გადაცემას ну აი ამ გადაცემამდე რაც გავიდა კი ორშაბათობას ხო და ეს ყველაფერი არ მოდის მართლა დიდი სიყვარულის გარეშე ამ ადამიანის სიტყვებით წავიკითხეთ ჩვენ და გავამორჩეს ორშაბათობას რომელიც ძალიან ბევრს უთქვამს წელანც ვისაუბრეთ დრო მე მყავს რამდენიმე მეგობარი რომელიც ემიგრაციაშია და ბევრს უთქვამს რომ აი ეს გადაცემა როცა მორჩება მე ჩვენთვის აი 3 საათი იქნება 4 საათი ძალიან დიდი სტიმულის მომცემია ზოგი ტრაქცია მუშაობს ზოგი ტაქსზე მუშაობს და ძალიან დიდი სტიმულის მომცემია იმიტომ რომ უსმენენ ამ ყველაფერს და იმ სამყაროს სადაც მარტო არიან რეალურად კიდე ორი ტიპი როგორც მინიმუმ მიჩნდება და ეს კალათატო ორშაბათობას გავუმარჯოს რომელმაც ბევრ ადამიანს აგერ ბოლო პერიოდში კალას ასე ვთქვათ მიმართვის მე რა პოსტებიც ამ ჯგუფში იდო იგი მხოლოდ დიდ სიყვარულს შეუძლია დააწერინოს ადამიანს იმ ადამიანს რომელმაც ეს დაწერეს რა მართლა დიდი სიყვარულით იყო დაწერილი და გავუმარჯოს იმ გადაცემას რომელმაც აი აქამდე ძალიან დიდი კომუნიტი შეკრა და საბოლოო ჯამში იმ დიდი მთლიანობის ნაწილია ოქტოპუს ბევრი საცეცი ხო აქვს და ერთ-ერთი მთავარი საცეცია რომელიც აძლიერებს ამარხს და გავუმარჯოს ორშაბათობას. გავუმარჯოს. მე შენს ხომ მოგწერე წინა კვირას დილით რო გავუღვიძე. ერთი ბედნიერება მაქვს რომ როცა მინდა მაშინ ვიძინებ რაც კომენტატორი აღარ ვარ. შენ სათხარ მე რო ეგრევა ამდენზე და 8-ზე დაძინება აღარ მიწევს და რავია წინა ორშაბათს ეთყობა ადრე დავიძინე. მე ორშაბათს მაშინ ვიძინებ სუტატო გადაწყვეტს ხო ეგ შემოეც დაგენძრა მაგაში მე როცა მინდა მაშინ ვიძინებ და ეთყობა წინა ორშაბათს ადრე დავიძინე და არ ვიცოდი რა ხდებოდა და რო გავიღვიძე 11-ზე 12-ზე რაღაცა ან ინბოქსში ან ფეისბუქზე ერთი 4-5 ის მქონდა რა ახლობლებისგან რომ კალას რა ჭირს და გამოყლევდი შეჩემო მეთქი რა მაგ დროს პირველი ახლა გავიძებულზე მეთქი რა ჭირს რავი რამე ხო არ მოხდა შეჩემო რა და მე ხო გამოვედი რაღაცა მეთქი რა ეგრევე ამას ხო არ მივწერდი თუ რაღაცა ჯერ იმას მივხვდი რომ პოსტები უნდა მეინახა ანუ იმიტომ რომ ხალხმა თუ იცის რა ხდება იქაც ეწერება რაღაცა და მივხვდი რომ იმედად სერიოზული არ არის არაფერი ანუ ჯანმრთელობას და რაღაცა ეგეც არ ეხება რა მაგრამ შეიძლება უფრო სერიოზული იყოს ეს კაცი ვერ გაიგებს რა ხდება მაგრამ ნუ ხო თავარია რომ ჯანზე არის და ცოცხალი არის რა ხო ეგ არის თავი ხო და ეგ როგორი მნიშვნელოვანი ამბავი არის იცი რომ რავი ვერ აღწერს სიტყვებით რა ეხლა ამარად თანაგზნობას იგრძნო ამ კვირის განმავლობაში ეგ ერთი თემა არის და მეორე თემა არის ის რომ ეგეთი ხალხი არის ჩვენი რублივ რა ეგეთი ხალხი არის ვისაც აწუხებს რაღაც იმიტომ კი არ არის შენ გვერდით რომ პროსტა შენ კვირაში ერთხელ თუ მთელი კვირის განმავლობაში თუ ან არხით და გვერდით შენ გახარებს კი არა და შენ ახარებ იმად და кайფობს შენით და მე მეორე დღეს აღარ ახსოვ ხარ ანუ ეს თან იმდენი ხანია მართლა გრძელდება იმდენი წელია გრძელდება რომ ოჯახის წევრად მიაჩნი ხარ რა და მაგაზე უკეთესი რა უნდა იყოს მე არ ვიცი ვაფშე ვერ ვხვდები რა და შენს ხო დაწერე მე პოსტი მე просто არც დამირეკავს არც შეგეხმიანე ამ კვირის განმავლობაში იმიტომ რომ რავი მილიონი შეგეხმიანა მილიონი დაგირეკავდა და ვიცი რომ ყველაფერი კარგად არის იმ ხრივ რომ ეს გაივლის ანუ ჩვეულებრივ შენს ძალიან კარგად იცი რომ გაივლის და არც მინდა მაგაზე ლაპარაკი თუ რაღაცა ვერ ცალკე დაგელაპარაკები აქ შუაში მარა ბიჭო აი არ ვიცი რა შეიძლება მაგაზე მეტი ბედნიერება იყოს და მაგაზე მეტი кайფი იყოს როცა აი ამდენი ვითომ უცხო ადამიანი არა და რეალურად შეიძლება ის უცხო ადამიანი ბევრ დაცნობზე ძვირფასი იყოს რა შენც იცი ძალიან კარგი და ეგ არის ორშაბათობა ეგ არის ოქტოპუსი ეგ არის და მეც იმიტომ кайფობ აქ მოსვლით იმიტომ ცოტნე მომწერა გუშინ და ვაკომ დამირეკა დღეს რომ მოიცლიო გამოხვალო დღესო რაღაცა უბრალოდ ისე 20 წუთიო შემოდიო რაღაცა ის
ხო მეთქი რა თქმა უნდა ძალიან კაი სუფრაზე ვიყავი ადრე ავდეგი წამოვედი იმიტომ რომ ჯერ თქვენი ნახომი რაღაცას ნიშნავს თქვენ არის ხო კი იმიტომ რომ ბოლომდე მე სუფრასთან ბოლომდან კაი და ისეთი ღვინო იყო რომ დარასიჩის სიმამრე ლაგოდე ხელი და აი ახვიწენი ღვინო იყო შეჩემო მართლა მაგრამ იმიტომ რომ თქვენ ისედაც გნახავთ კაცო როცა მომინდება მაგრამ ამ ხალხს ვერ ვნახავ ვისაც ახლა ველაპარაკებით რა თქვენ არ გელაპარაკებით და კარგად უნდა ვიყოთ ჩვენც და ეს ხალხიც. აუცილებლად. რომ ჩვენ ეგ გვინდა რა, რომ ერთად ვიყოთ კარგად. ორშაბათობა ჩემს მაგას ნიშნავს, კარგად ყოფნას ამ ხალხთან ერთად, იმიტომ რომ ორშაბათობას ეგ მოაქვს, პოზიტივი მოაქვს ტიპებისთვის და იმიტომ გიყურებენ, იმიტომ რომ თქვენ რომ დასხდეთ აქ, ნაცან ფეგურზე ილაპარაკოთ, დაგრუზულმა რომ ილაპარაკოთ რაღაცა, არ გიყურებს ხალხი რა. შენში ხედავენ პოზიტივს, შენში ხედავენ კარგს რაღაცას ამაშიც ხედავენ და იმიტომ გიყურებს ამდენი ხალხი რა. რავი, ჩემს ეგრე არის და ჩვენს აქ რომ მოვდივართ, კაი განწყობით მოვდივარ რა, სიყვარულით მოვდივარ და სიხარულით მოვდივარ და მაგიტომ მიხარია და ეგ ურთიერთობა და ეგ რაღაცის რო არის ურთიერთკავშირი მაყურებელს და თქვენს შორის ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის. მაგით არ იქნება შენ ცუდად. ეხა ეგეთ პერიოდი ადამიანს, ყველა ადამიანს აქვს რაღაც პერიოდში, ანუ ვაფშე ყველას, მაგრამ არ გაკუფლება რომ სუცუდად იყო. ერთი კვირა, ორი კვირა, თუნე ერთი წელი შეიძლება ცუდად იყო, მაგრამ ვერ იქნება სუცუდად, იმიტომ რომ ამდენი ხალხი ყავს ირგვლივ და გვერდით. და გამომარჯოს ორშაბათობას ვაკო, იმიტომ გამომარჯოს რომ ორშაბათობა მე მიყვარს. მიყვარს ყველა აქ მოსვლა, მიყვარს ყველა ადამიანი, რომელიც ჩვენ გვერდით არის, ვინც გვიყურებს ხოლმე და მიყვარხართ თქვენ. და მორჩა რა, ორშაბათობა მეტი არც არაფერი ურთიერთობა არის ორშაბათობა. პირველ ლაივი რო იყო, მაშინ თქვი რომ პირველ თამადო 600 კაციან სუფრაზე. აი ეს მოხედა იმის მერე. ორშაბათობა მე ვერ გეტყვი რომ ყველაზე კაი ის არის, რა ქვია, პოდკასტი თუ რაც ეძახიან ფეხბურთზე, ყველაზე ყლეობაა შეიძლება შეჩება. მე ხა გაი, თავს ნუ გადაიჟო. არა, რაშოში არის, ფეხბურთზე ყველაზე ნაკლებად ლაპარაკია. დაწუნებული ვარ ჩვენზე ყლე გადაცემაც იქნება სადმე. არა, არ ლაპარაკებს არ ვარ მარტო საქართველოს მასშტაბებით. ბიჭო, ნახე, მარტო ფეხბურთზე რო იყოს ეს გადაცემა, არც იქნებოდა ის რაც არის. მარტო ფეხბურთზე რო არის, ეგ არის ყველაზე კაი. ხო. მე ფეხბურთი ყლეზე მკიდია ვაფშე რა, ეხლა რა, მაგრა ყლეზე მკიდია. საფეხბურთო გადაცემა. გავიმარჯოს ჩვენ, გავუმარჯოს ორშაბათობას და გავუმარჯოს ურთიერთობას ჩვენსას და ჩვენსას ამ ხალხს. ეს გოც ვინ არის მეტი? ვაკო. ამდენჯერ მოგცე შენი შუნა რომ კაც ლაპარაკობს და ლოკალური დიალოგები არ შეიძლება როცა ასეთი მიკროფონი ხალხი სიყვარულს უხსნის, პავლე გუდიდესი ხარ და გოუთი ხარ, რაღაცებს უწერენ და შენ ტრაქში თითით ენა ხარ. მე არ ვიცი რა წარჯეჭა. მე რომ მიყვარს ისე ვის უყვარს. ხმაზე რა გჭირს? რატო ამთავრებთ ხალხო და დასალევია იმდენი და ხო და მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა რომ ჩვენს გვერდით ხართ და ყველანაირად ვეცდებით რომ 26 წელიც მომახიანად გავაგზავნოთ და თქვენ სანამ იქნებით ჩვენს გვერდით, არაფრის არ შეგვეშინდება და ყვარობთ მოკლედ რა. ძალიან მიყვარხართ, ძალიან კარგი ხალხი ხართ და სულ მიხარია თქვენი კომენტარების საკითხვაც, თქვენი ნახვაც, როცა სადმე გადავეყრებით ერთმანეთს და ამად ღირდა ეს ყველაფერი მაგაში დარწმუნებული. ერთ-ერთი მიზეზი ის გამოც საერთოდ თუნდაც ამ გადაცემას ვაკეთებთ. არის ის ფიდბექი, რასაც ხალხისგან ვიღებთ, არა იმდენად კომენტარებში ვთქვათ, რომ ასევე ძალიან კარგია ხოლმე უმეტესად, თუმცა ყოფითიც მისაღებია თუ ადეკვატურად არ დაწერილი, ბუნებრივია, ყველანაირს ვიღებთ. მაგრამ ლაივში პირად ცოცხლად ლაივში რაც უთქვამთ ადამიანებს, ეგ არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვიხარია, თუნდაც ამ გადაცემის კეთება არა მარტო მით უმეტეს სხვა კუთხით მუშაობ ავტობუსზე, იმიტომ რომ მართლა რაღაცნაირად ვიხარია და ჩვენს ვამაყობთ იმით, რომ ვინც ვართ ახლა ამ არხზე მე დალა გნო ობახა ცოტნე გუნდიშა ჯაფარა თუ ვაკო უკვე და ხალხი ვინც ვართ ზოგადად ვოკალ თუნდაც ყველას ვიხარია ვოკალ ნაკლებად ჩავსვა მაგრამ არხზეა ეგეც და ვიხარია იმ კუთხითაც რომ რაღაცნაირად წვრილი მიგვიძღვის იმაში რომ ეს კაი ხალხი რომელიც არის აი ამ ჩვენ მაყურებლებში რაღაცად გავაერთიანეთ, ეგრე გამოვიდა. ჩვენ გარშემო გაერთიანდნენ, ეგრე გამოვიდა და ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შეგრძნება და თუნდაც ის კომენტარები და გამოხმაურება, რაც მე ვნახე კალას რაც
მქონდა კალას ვიდეოს მე რაც იყო მარტო ეგრო ყოფილი თელი წლების განმავლობაში სხვა არაფერი ყოფილი მარტო ეგრო ყოფილიყო ეგეც კი საკმარისია რომ წლები გაყვეს მოტივაციად ადამიანს რომ ეს საქმე აკეთო თურმე რამდენი ისაც ვიცოდით რამდენი კარგი ადამიანია შეკრებილი ამ საზოგადოებაში და გარდა ამისა რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა ამდენი ადამიანისთვის ეს ერთი ადამიანი თუნდაც რა და ის ასეთი ადამიანი აკეთებს და არა მარტო კიდე სხვები ვინც აქ არიან რა და რამდენი რაღაცა პირადად ვთქვათ ჩვენთვისაც და რამდენი რაღაც დაწერეს კიდე რომ თურმე რაღაცები просто ვერ წარმოვიდგენდით რა მართლა წარმოუდგენელი იყო რომ ვიღაცებისთვის თურმე რა მნიშვნელობის ყოფილა ეს ყველაფერი რა და მარტო ეგეც საკმარისია მართლა აბსოლუტურად ყველაფრისთვის რომ ადამიანმა თავი გადადო და მინიმუმ ისეთ მაინც გააგრძელო ამ საქმის კეთება როგორც ვაკეთებდით თუ უკეთ არა და ვეცდებით რომ ნატო არა უკეთესები მე ფიდბექი 10 მაგარ და 100 მაგარ დავაბრუნოთ იმიტომ რომ ძალიან მაგარი მოსასმენი იყო ეგ ყოველივე ასე რომ გამძლეობა მეგობრებო რთული დროა არ არის მარტივი ამ დროში ცხოვრება და ყველა დროს ალბათ თავის გამოწვევები ქონდა მაგრამ ყველაფერი გაივლის ყველაფერი კარგად იქნება და ბედნიერად დაესწარით ახალ წელს და კიდე ვიდეოში თქვი რაც დაიდება რომ როგორც თქვენ გადაწყვეტ არაფერს არ მოგიტანთ ეს წელი ცხენის წელი მოვა და რაღაც მომიტანს თქვენ როგორც გადაწყვეტ ისეთი იქნება ეს წელი თქვენზე ყველაზე მეტია დამოკიდებული ამიტომ გამაგრდით და შემართებით კარგად მეგობრებთან ერთად, რაც თავარია, მრავალ ახალ წელს დავესწროთ ბედნიერად. შემდეგ ორშაბათს შევხვდებით უკვე შემდეგ წელს ერთ წელში ნახავთ ერთ წელში 2026 წლამდე. გავედი და შემოვალ ერთ